წარმოიდგინეთ ისტორიის სახელმძღვანელოებში, სადაც ეგვიპტესა და შუამდინარეთის პირამიდებს და ზიქურათებს ვეცნობით, არ ვსწავლობთ არანაკლებ გრანდიოზულ ცივილიზაციას, რომელიც მათ პარალელურად არსებობდა. მსოფლიომ არაფერი იცოდა ამ უდიდესი კულტურის შესახებ, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში ინდის ანუ სინდის მდინარის ხეობაში ყვაოდა. ეს არის ამბავი ცივილიზაციაზე, რომელიც ორჯერ აღმოაჩინეს, პირველად მისმა შემქმნელებმა, მეორედ კი არქეოლოგებმა, რომლებმაც იგი ისტორიას დაუბრუნეს. ყველაფერი მე-19 საუკუნეში დაიწყო, როდესაც ბრიტანელმა მკვლევარებმა და ინჟინრებმა, რომლებიც ინდოეთის სუბკონტინენტზე მუშაობდნენ, უცნაურ ერთგვაროვან აგურის ნანგრევებს მიაქციეს ყურადღება. ერთ-ერთი პირველმა, ვინც ამ ნანგრევების მნიშვნელობაზე დაფიქრდა, იყო ჩარლზ მესონი, ბრიტანეთის არმიის დეზერტირი, რომელმაც 1829 წელს აღწერა აგურის ციხესიმაგრე ქალაქ ჰარაპასთან, მოგვიანებით კი 1856 წელს ინჟინრებმა, რომლებიც ლაჰორასა და კარაჩის შორის რკინიგზას აგებდნენ, ჰარაპას ნანგრევებიდან უძველესი აგური სამშენებლო მასალად გამოიყენეს და ამით გაუცნობიერებლად არქეოლოგიურ ძეგლს ზიანი მიაყენეს. ნამდვილი აღმოჩენა კი 1920-იან წლებში მოხდა, როდესაც ინდოეთის არქეოლოგიური სამსახურის დირექტორის სერ ჯონ მარშლის ხელმძღვანელობით დაიწყო ფართომასშტაბიანი გათხრები. არქეოლოგებმა რაიხ ბაჰადურ დაირამ და რახალდუ ბანერჯიმ ერთმანეთისაგან 650 კილომეტრის დაშორებით ორ ადგილას აღმოაჩინეს იდენტური დაგეგმარებისა და არტეფაქტების მქონე ქალაქთა ნაშთები. მალევე გაირკვა, რომ ეს არ იყო უბრალოდ დასახლებები, ეს იყო უდიდესი აქამდე უცნობი ცივილიზაციის კვალი, რომელიც თავის მასშტაბით, ორგანიზებულობით და ასაკით არაფრით ჩამოუვარდებოდა ეგვიპტისა და შუამდინარეთს. ეს იყო შოკი მეცნიერებაში, ფაქტობრივად ისტორიის სახელმძღვანელოები თავიდან უნდა დაწერილიყო. ინდის ველის ცივილიზაციას ხშირად ჰარაპის ცივილიზაციასაც უწოდებენ, პირველი აღმოჩენილი ქალაქის ჰარაპის სახელის მიხედვით. გეოგრაფიულად კოლოსალურ ტერიტორიას მოიცავდა, მისი ფართობი 1,25 მილიონი კვადრატულ კილომეტრს აჭარბებდა, რაც აღემატებოდა ძველ ეგვიპტესა და შუამდინარეთის ცივილიზაციებს ერთად აღებულს. ის გადაჭიმული იყო ჰიმალაის მთისწინეთიდან აღმოსავლეთით, არაბეთის ზღვამდე სამხრეთ-დასავლეთით და მოიცავდა თანამედროვე პაკისტანის, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთისა და ავღანეთის ნაწილს. ამ ცივილიზაციის სიცოცხლის წყარო იყო მდინარე ინდი და მისი მრავალრიცხოვანი შენაკადები. შუმერების მსგავსად არაბელებმაც ისწავლეს მდინარეების ძალის გამოყენება, ყოველწლიურად წყალდიდობა ტოვებდა ნაყოფიერ შლამს, რაც იდეალურ პირობებს ქმნიდა სოფლის მეურნეობისთვის. ეს სტაბილური საკვების ბაზა გახდა იმ ქალაქური იმპერიის საფუძველი, რომელიც შემდგომ ათასწლეულებში განვითარდა. ინდის ველის ცივილიზაცია ქრონოლოგიურად სამ ძირითად ფაზად იყოფა: ადრეული ჰარაპის ფაზა, ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 3300-2600 წლები. ეს იყო ფორმირების პერიოდი, ადამიანებმა დაიწყეს პატარა სოფლების მშენებლობა, განავითარეს სოფლის მეურნეობა, ხორბალი, ქერი და დაამყარეს პირველი სავაჭრო კავშირები. ხოლო მეორე არის უკვე განვითარებული ჰარაპის ფაზა, ძველი წელთაღრიცხვით 2600-1900 წლები. ეს იყო ცივილიზაციის ოქროს ხანა. ამ პერიოდში აშენდა უდიდესი ზედმიწევნით დაგეგმილი ქალაქები, როგორიცაა მოჰენჯო დარო, ჰარაპა და ამ დროს უკვე ვაჭრობა და ტექნოლოგიები განვითარების პიკს მიაღწია. გვიანი ჰარაპის ფაზა უკვე მესამე ფაზაა, ძველი წელთაღრიცხვით 1900 წლიდან 1300 წლებში. ეს არის დაცემის პერიოდი. დიდი ქალაქები თანდათან ცარიელდება, სავაჭრო კავშირები სუსტდება და ცივილიზაციის ერთიანი სტრუქტურა იშლება. მოსახლეობა უფრო მცირე სოფლის ტიპის დასახლებებში გადადის. ინდის ველის ცივილიზაციის ყველაზე თვალშისაცემი მახასიათებელია მისი ქალაქების გეგმარება. ეს არ იყო ქაოსურად გაშენებული დასახლებები, ისინი წარმოადგენდნენ საინჟინრო აზრის უმაღლეს მიღწევას, რომელიც საუკუნეებით უსწრებდა თავის დროს.
ინდის ველის თითქმის ყველა დიდი ქალაქი ერთნაირი გეგმით იყო აშენებული და ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა. ზედა ქალაქი, ეს იყო ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე ხელოვნურად ამაღლებული ბაქანი, ციტადელის კედლები იყო გამაგრებული და სავარაუდოდ ქალაქის ადმინისტრაციულ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. სწორედ აქ მდებარეობდა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ნაგებობები. ქვედა ქალაქი კი ციტადელის აღმოსავლეთით გაშენებული იყო. ქვედა ქალაქში მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობდა, ის მკაცრი ბადისებრი გეგმით იყო გაშენებული და ქუჩები ერთმანეთს მართი კუთხით კვეთდნენ და ქმნიდნენ ფაქტობრივად კვარტლებს. მშენებლობაში გამოიყენებოდა გამომწვარი აგური, რომელსაც ჰქონდა სტანდარტული ზომა, სიმაღლე სისქე სიგრძე 1-2-4-თან, მთელი ცივილიზაციის მასშტაბით ეს მიუთითებს ცენტრალიზებულ კონტროლს წარმოების უმაღლეს დონეზე. ჰარაპელებს ჰქონდათ სოფლიოში ერთ-ერთი პირველი და ყველაზე განვითარებული საკანალიზაციო სისტემა. თითქმის ყველა სახლს ჰქონდა აბაზანა და ტუალეტი, რომელიც დაკავშირებული იყო მიწისქვეშა აგურით ნაგებ კანალიზაციასთან და მთავარ ქუჩაში გადიოდა ეს და მთავარ ქუჩების ქვეშ ჩამდინარე წყლებს ქალაქგარეთ გაქონდათ. ეს საინჟინრო მიღწევა ევროპაში რომაელების შემდგომ მხოლოდ მე-19 საუკუნეში დაბრუნდა. ჰარაპიაში აღმოჩენილია დიდი აბანო, ციტადელზე აღმოჩენილია უზარმაზარი წყალგამომტარი აგურით ნაგები აუზი 12-7-ზე. მისი გარშემო განლაგებული იყო პატარა ოთახები, სავარაუდოდ მას რიტუალური განბანისთვის იყენებდნენ, რაც რელიგიის დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს. აქ აღმოჩენილია დიდი ბეღლები, აღმოჩენილია მასიური ნაგებობები, რომლებიც სავარაუდოდ მარცვლის საზოგადოებრივ საწყობებს წარმოადგენდა. ეს მიუთითებდა ცენტრალიზებულ ეკონომიკაზე, სადაც ხდებოდა მოსავლის აკრეფა და განაწილება. აქ არსებობდა უნიკალური ქალაქები, თოლავარა და ლოთალი. ეს ქალაქები ცნობილია თავის უნიკალური წყლის მართვის სისტემით. ამ შემთხვევაში თოლავარაზე ვსაუბრობთ, მშრალ რეგიონში მდებარეობს იგი და ამის გამო ქალაქის მცხოვრებლები ააგეს 16 უზარმაზარი წყალსაცავი და არხების რთული ქსელი, რათა შეეგროვებინათ მუსონური წვიმისაგან წყალი და მთელი წლის განმავლობაში გამოეყენებინათ. რაც შეეხება ლოთალს, ეს იყო საპორტო ქალაქი, სადაც აღმოჩენილია მსოფლიოში უძველესი ნავსაშენი, უზარმაზარი აგურით ნაგები აუზის არხი უკავშირდებოდა მდინარეს და სავარაუდოდ გემების შესაყვანად და სამუშაოებლად გამოიყენებოდა. ეს ლოთალს ინდის ველის საზღვაო ვაჭრობის მთავარ ცენტრად აქცევდა. ინდის ველის ცივილიზაცია ერთ-ერთი უდიდესი გამოცანაა მისი მმართველობის სტრუქტურა. შუმერისა და ეგვიპტისგან განსხვავებით აქ არ არის აღმოჩენილი გრანდიოზული სამეფო სასახლეები, მონუმენტური საფლავები ან მეფეთა ქანდაკებები. არ არსებობს ტექსტები, რომლებიც მმართველობის გმირობასა და დაპყრობით ომებზე რამეს მიუთითებს. ამან მკვლევარებს აფიქრებინა, რომ ჰარაპელი საზოგადოება შესაძლოა უფრო თანასწორუფლებიანი იყო, ვიდრე სხვა უძველესი ცივილიზაციები. თუმცა ქალაქების რთული დაგეგმარება, სტანდარტიზირებული წარმოება და მასშტაბური საზოგადოებრივი პროექტები აშკარად მიუთითებს ძლიერ ცენტრალიზებულ ხელისუფლებაზე. ვინ მართავდა ამ უზარმაზარ ტერიტორიას? არსებობს რამდენიმე თეორია. ქურუმ მეფეები არის პირველი. ამ თეორიის თანახმად ქალაქებს მართავდნენ ქურუმები, რომელთაც რელიგიური და პოლიტიკური ძალაუფლება ჰქონდათ გაერთიანებული. მოჰენჯო-დაროს დიდი აბანოს მსგავსი რიტუალური ნაგებობების არსებობა ამ იდეას ამყარებს. ცნობილი ქურუმ მეფის ქანდაკებაც შესაძლოა ამ მმართველის კლასის წარმომადგენლების გამოსახულება. ასევე მეორე თეორია არსებობს ელიტარული საბჭო. მეორე თეორიას თანახმად ძალაუფლება იყო არაერთ ადამიანის, არამედ რამდენიმე ელიტარული ჯგუფის, ვაჭრების მიწათმფლობელების ხელში, რომლებიც კოლექტიურად იღებდნენ გადაწყვეტილებას.
ხოლო მესამე თეორია არის რამდენიმე ცენტრი, შესაძლოა ეს არ იყო ერთიანი იმპერია, არამედ რამდენიმე დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოს ერთობლიობა, რომელთაც საერთო კულტურა და ეკონომიკური სისტემა აერთიანებდა. კიდევ ერთი გასაოცარი ფაქტია შეიარაღების სიმცირე. მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენილია შუბისპირები და ისრისპირები, სავარაუდოდ უფრო სანადირო, არ არსებობს ხმლების, ჯავშნის, საბრძოლო ეტლების კვალი. ქალაქების კედლებიც უფრო წყალდიდობისაგან თავდასაცავ ნაგებობებს ჰგავს, ვიდრე სამხედრო ფორტიფიკაციას. ეს ბადებს კითხვას, იყო თუ არა ინდის ველის ცივილიზაცია ისტორიაში ერთ-ერთი პირველი მშვიდობიანი არააგრესიული საზოგადოება. ჰარაპული ეკონომიკის საფუძველი იყო სოფლის მეურნეობა, აქ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ბარ და ბამბა და განვითარებული ხელოსნობა, თუმცა მათი კეთილდღეობის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო შიდა და საგარეო ვაჭრობა. მათ შექმნეს უზარმაზარი სავაჭრო ქსელი, რომელიც გადაჭიმული იყო ცენტრალური აზიიდან სპარსეთის ყურემდე. ისინი ვაჭრობდნენ შუამდინარეთთან, ამაზე მოგვეპოვება წყარო, შუმერული ფირფიტები მოგვითხრობენ ვაჭრობა შორეულ მდიდარ ქვეყანასთან, რომელსაც ისინი მელეჰუას უწოდებენ. დღეს მკვლევართა უმეტესობა თანხმდება, რომ მელეჰუა სწორედ ინდის ველის ცივილიზაცია იყო. შუამდინარეთში აღმოჩენილია ჰარაპული ბეჭდები, მძივები და სხვა არტეფაქტები, რასაც ყიდდნენ ფაქტობრივად აქ ჰარაპელები. ჰარაპელებს შუამდინარეთში გახქონდათ ძვირფასი ქვები, ლაპისი, ლაზული, სარდიონი, სპილოს ძვალი, ოქრო, ბამბის ქსოვილები, ეგზოტიკური ხე-ტყე და შემოჰქონდათ სანაცვლოდ მატყლი, ტყავი, ზეთი, ვერცხლი და ასე შემდეგ. ვაჭრობის გასამარტივებლად და ეკონომიკის ეფექტურად სამართავად ჰარაპელებმა შექმნეს საოცარად სუსტი და ერთიანი წონის ზომის სისტემა. აქ აღმოჩენილია საწონები, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ათასობით კუბური ფორმის საწონი, რომლებიც დამზადებულია კაჟის ქანისაგან. ისინი დამზადებულია მკაცრად დაცული ორობითი და ათობითი სისტემით. ყველაზე პატარა საწონი იწონის დაახლოებით 0.85 გრამს, ხოლო ყველაზე დიდი 13.7 კილოგრამს. ეს საწონები იდენტურია მთელ ცივილიზაციაში, რაც მიუთითებს ვაჭრობის მკაცრ რეგულაციაზე. აქავე არის აღმოჩენილი სახაზავები, აღმოჩენილია სპილოს ძვლისა და ნიჟარის სახაზავები, რომლებზეც დატანილია ზუსტი დანაყოფები, დაახლოებით 1.6 მილიმეტრისა. ეს სტანდარტიზაცია ვრცელდებოდა არა მხოლოდ წონასა და ზომაზე, არამედ წარმოების სხვა სფეროზეც, მათ შორის აგურის ზომაზე, მეთუნეობასა და ბეჭდების დიზაინზე. ეს ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ უაღრესად ორგანიზებული და ბიუროკრატიული საზოგადოება იყო. ვინ იყვნენ ესე ადამიანები? მათი ხელოვნება და ყოველდღიური ნივთები გვაძლევს საშუალებას მცირედ მაინც შევიხედოთ მათ სამყაროში. ჰარაპული ხელოვნება გამოირჩევა რეალიზმით და დინამიურობით. ყველაზე ცნობილი ნამუშევარი თავში უკვე აღნიშნეთ ქურუმი მეფე, მოჰენჯო-დარო, სტიატიტის პატარა ბიუსტი, რომელიც გამოსახავს წვეროსან მამაკაცს, რომელსაც თავზე ორნამენტიანი ლენტი აქვს შემოკრული, ხოლო ტანზე სამყურას ფორმის პატერნით გაფორმებული მოსასხამი მოსავს. მისი მშვიდი და მედიტაციური გამომეტყველება მიუთითებს მის მაღალ სტატუსზე. ასევე აქ არის ნაპოვნი მოცეკვავე გოგონა მოჰენჯო-დაროში. ეს არის ბრინჯაოს პატარა 10.5 სანტიმეტრის ქანდაკება, რომელიც გამოსახავს შიშველ თავდაჯერებულ პოზაში მდგარ გოგონას. მის ერთ ხელზე უამრავი სამაჯურია გამოსახული. ფიგურის დინამიკა და რეალიზმი ფაქტობრივად გასაოცარია. აქ არის ასევე ტერაკოტის ფიგურები ნაპოვი, აღმოჩენილია ათასობით გამომწვარი თიხის ფიგურა, რომლებიც გამოსახავენ ცხოველებს, განსაკუთრებით ხარებს,
ასევე ქალების გამოსახულება ბევრი დატვირთული სამკაულებით, შესაძლოა ესენი იყოს ნაყოფიერების ქალღმერთების გამოსახულება და სათამაშოებია ნაპოვნი, მაგალითად ბორბლიანი ურემი და ასე შემდეგ. ინდის ველის ყველაზე გავრცელებული არტეფაქტია პატარა კვადრატული ბეჭედები, რომლებიც როგორც წესი სტიატიტისგან მზადდებოდა. მათზე ამოკვეთილია ცხოველების გამოსახულებები, როგორიც არის ხარი, მარტორქა, სპილო, ვეფხვი და ასე შემდეგ. რეალისტური გამოსახულებებია და აქამდე გაუშიფრავ ინდის დამწერლობის სიმბოლოებია ნაპოვნი. სავარაუდოდ ამ ბეჭედებს იყენებდნენ საკუთრების აღსანიშნავად, სავაჭრო საქონლის დასალუქად და შესაძლოა როგორც პირადობის ამულეტად. ინდის ველის ცივილიზაციის ყველაზე დიდი საიდუმლო მისი დამწერლობაა. აღმოჩენილია 4000-ზე მეტი არტეფაქტი, რომელზედაც 400-მდე უნიკალური სიმბოლოა დატანილი. მიუხედავად ათწლეულობის მცდელობისა, მსოფლიოს საუკეთესო კრიპტოგრაფებმა და ლინგვისტებმა მისი გაშიფრვა ვერ შეძლეს. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მოკლე ტექსტები, წარწერები ძალიან მოკლეა, საშუალოდ 5 სიმბოლოსგან შედგება. ორენოვანი ტექსტის არარსებობა, არ არსებობს როზეტის ქვის მსგავსი ტექსტი, სადაც ინდის დამწერლობა ცნობილ ენაზე იქნებოდა ნათარგმნი და უცნობი ენა. ჩვენ არ ვიცით რომელ ენათა ოჯახს მიეკუთვნებოდა ჰარაპული ენა. ცნობილია რომ დამწერლობა სავარაუდოდ მარჯვნიდან მარცხნივ იკითხებოდა. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს რომ ის დრავიდულ ენათა ოჯახს ენათესავება, რომელიც დღესაც სამხრეთ ინდოეთშია გავრცელებული. მაგრამ ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა. სანამ დამწერლობა არ გაიშიფრება, ჩვენ ვერასდროს გავიგებთ მათ ნამდვილ ისტორიას, მითოლოგიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებას, რადგან წერილობის წყაროები არ გვაქვს მათი რელიგიის შესახებ. მსჯელობა ამ დროს მხოლოდ არქეოლოგიური მასალაზე დაყრდნობით თუ შეგვიძლია და რას გვეუბნება ეს, აქ არის უამრავი ქალის ფიგურა აღმოჩენილი, მიუთითებს ეს ფაქტობრივად ნაყოფიერების ქალღმერთების კულტს, ანუ დედა ქალღმერთის კულტის არსებობას. ასევე აქ ნაპოვნია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბეჭედზე გამოსახული მჯდომარე სამსახიანი ფიგურა, რქებიანი თავსაბურავით, რომელიც გარშემორტყმულია ცხოველებით, სპილო, ვეფხვი, მარტორქა, კამეჩით. ბევრი მკვლევარი მას ინდუიზმის ღმერთის შივას პროტოტიპად მიიჩნევს, კერძოდ მის ერთ-ერთ ფორმად, ანუ ავატარასაც ეძახიან დღეს, ფაშუპატი, ანუ ცხოველთა მბრძანებელი, ასე მიიჩნევენ მკვლევარები. ხეების განსაკუთრებული კულტი ფაქტობრივად ჩანს აქ, ასევე ცხოველებისიც ბევრი გამოსახულებები და სიმრავლე სწორედ ამას მიუთითებს, აქ ნაპოვნია ცხოველების უამრავი გამოსახულება. ასევე წყლის რიტუალური მნიშვნელობა, ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ მოჰენჯო-დაროს დიდი აბანო და ბევრი სახლში არსებული აბაზანები მიუთითებს წყლის რიტუალურ გამბანის დიდ მნიშვნელობაზე. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 1900 წლიდან ინდის ველის ცივილიზაციამ სწრაფი დაცემა დაიწყო. დიდი ქალაქები დაცარიელდა და დამწერლობა და სტანდარტიზირებული სისტემა გაქრა, სავაჭრო კავშირები შეწყდა, რა გახდა ამ გრანდიოზული კულტურის კოლაფსის მიზეზი. არიელთა შემოსევის თეორია არსებობს. თავდაპირველად მკვლევარები ფიქრობდნენ, რომ ცივილიზაცია გაანადგურეს ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა ინდო-არიულმა ტომებმა, თუმცა არქეოლოგიური მონაცემები არ ადასტურებს ამას. აქ არ მომხდარა ფართომასშტაბიანი ომის და ნგრევის კვალი. არ არსებობს, ქალაქების უმეტესობა მიტოვებული იყო და არა დანგრეული. დღეს ეს თეორია ფაქტობრივად უარყოფილია. შემდეგი თეორია კლიმატის ცვლილება და გარემოს დეგრადაცია. თანამედროვე მკვლევარების უმეტესობა დაცემის მთავარ მიზეზად სწორედ ამას ასახელებს. მუსონები შესუსტენ, პალეოკლიმატოლოგიური მონაცემები აჩვენებს, რომ დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლების დასაწყისში რეგიონში მუსონური წვიმების საგრძნობლად შესუსტა, ამან გამოიწვია გვალვები და შეამცირა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობა. მდინარეების დაშრობა, კლიმატის ცვლილებებმა თავისთავად
შესაძლებელია გამოიწვია მდინარის სარავასტის, ანუ დღევანდელი ღაგარ ჰაკრას მშრალი კალაპოტი, ანუ მისი დაშრობა, რომელიც ინდის პარალელურად მიედინებოდა და მრავალ ჰარაპულ ქალაქის სიცოცხლის წყაროს წარმოადგენდა. გარემოს გადაღლა ინტენსიურმა სოფლის მეურნეობამ და ხე-ტყის მასობრივმა ჭრამ აგურის გამოსაწვავად შესაძლოა გამოიწვია ნიადაგის გამოფიტვა და ეკოლოგიური ბალანსის დარღვევა. ამ ფაქტორების ერთობლიობამ სავარაუდოდ გამოიწვია ეკონომიკური კოლაფსი, საკვების დეფიციტის გამო მოსახლეობამ დაიწყო დიდი ქალაქების მიტოვება და უფრო მცირე სოფლის ტიპის დასახლებებში მიგრაცია, მაგალითად აღმოსავლეთით განგის ხეობისკენ, სადაც უფრო სტაბილური კლიმატი იყო და ცივილიზაცია ფაქტობრივად კი არ განადგურდა, არამედ დეცენტრალიზაცია მოხდა და ტრანსფორმი და სხვა გარემოში. ინდის ველის ცივილიზაცია კვლავ რჩება ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს გამოცანად. ჩვენ ვხედავთ მათ საოცარ მიღწევებს ქალაქის დაგეგმარებაში, ინჟინერიაში, ვაჭრობაში, მაგრამ არ გვესმის მათი ენა, არ ვიცნობთ მათ მეფეებს და ბოლომდე არ გვესმის მათი რწმენა. ისინი იყვნენ უაღრესად ორგანიზებული, პრაგმატული და სავარაუდოდ მშვიდობიანი ხალხი, რომელმაც შექმნეს უნიკალური იზოლირებული სამყარო. მათი მემკვიდრეობა დღესაც ცოცხლობს. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ჰარაპული რელიგიური წმენები, სოციალური სტრუქტურები და ტექნოლოგიების ფაქტობრივად საფუძვლად დაიდო ინდუეთის შემდგომ კულტურულ განვითარებას და მათი კვალი თანამედროვე ინდუიზმსა და ინდურ საზოგადოებაში კვლავ შეიმჩნევა. ინდის ველის ხალხი არის ფაქტობრივად მდუმარი შეხსენება იმის, რომ ისტორია სავსეა დაკარგული ცივილიზაციებით, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი, რაც მეცნიერებს უბიძგებს მუდმივად ეძიონ დაკარგული ცივილიზაციები. ერთი რამ ჩემი აზრით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ცივილიზაცია დღემდე ქართულ სახელმძღვანელოებში შეტანილი არ არის და არ ისწავლება დაუშვათ ეგვიპტურ და შუმერული ცივილიზაციების პარალელურად. ასევე ერთი რამ, როდესაც ჩვენ ჰარაპული მართლობის სისტემა შევეხეთ, იქ 3 მართლობის სფერო გამოვყავით. იქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში, რომ ამ ცივილიზაციაში ვაჭრობა იყო წამყვანი როლს თამაშობდა. აქედან გამომდინარე უფრო მიმაჩნია, რომ სავარაუდოდ ქალაქს ეს ვაჭართა საბჭო მართავდა, ამას მეორენაირად შეგვიძლია ჩვენ ვუწოდოთ ოლიგარქიული მართლობა და მსგავსი პრეცედენტები ჰქონია ჩვენ ისტორიაში, რაც მახსენდება ყველაზე მარტივი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ კართაგენის მაგალითი, სწორედ ოლიგარქიული მართლობის სისტემა იყო და უფრო ასე ვთვლი, ვიდრე ყავდათ ჰარაპელებს მეფეები. ყველა თეორიას თავისი არგუმენტები აქვს და საბოლოო ჯამში ჩვენ ისტორიას მივანდოთ თუ რომელი თეორია არის სწორი. დღეს აქ დავასრულებთ დაგემშვიდობებით. კარგი იქნება თუ გამოიწერთ არხს, ასევე ჩართავთ ზარის ღირაკს, რადგან ახალი ვიდეოს დადების შემდეგ შეტყობინება მიიღოთ და ნახოთ. კარგი იქნება თუ გააკეთებთ კომენტარს, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, შეგიძლიათ იდეები მომაწოდოთ და ასე შემდეგ და წარმატებას გისურვებთ.